და როგორც ხედავთ, სულ რამდენიმე წუთის წინ საკუთარი არჩევანი გააკეთა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ის განცხადებას აკეთებს. მთავარ სარდლად ის ადამიანი, ახლა ვისაც მიაჩნია, რომ ომი მტერ სახელმწიფოსთან დაიწყო სამშობლოს მისმა ქვეყანამ. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნებია ღირსების თვალსაზრისით, ჩვენი მომავლის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ უბრალოდ ყველა ხმა უნდა მივცეთ რა, იცით? აი ამ რაღაც მიაღვართ ცინიზმისას, რომელსაც ადგილი ჰქონდა, როდესაც გცემენ შტაბში და მე გამოვლენ და ამბობენ, რომ შენი თავი გაილახე. როდესაც გაშინებენ და გამოვლენ და ამბობენ, რომ ესე არ არის. როდესაც შავზე ამბობენ თეთრს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ნაცვლად იმისა, რომ იყოს ყველას პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს ოპოზიციას თავში უნდა ჩაარტყას, კულები ჩაულეწოს. როდესაც მილიარდელი 6 წლის თავზე 5 კილოგრამ კარტოფილს არიგებს. ქვილს არიგებს, შაქარს არიგებს, მილიარდელი ხელისუფლების პირობებში, რომელიც პირდებოდა ცხოვრების გაუმჯობესებას. აი ამ ყველაფერს ხედავთ ჩვენ ყოველდღიურად, ხო? აი ამ ყველაფერს მივეცი ხმა წინააღმდეგ, რა თქმა უნდა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გააკეთებს ამას. მათ შორის ის ადამიანები, ვინც შესაძლებელია სულ რამდენიმე დღის წინ არ იყვნენ, ან თვის წინ არ იყვნენ ოპოზიციის მხარდაჭერები, მაგრამ დღეს უბრალოდ ეს არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი. ჩემთვის მაგალითად ეს არ არის არჩევნები, სადაც უბრალოდ რომელიღაცა კანდიდატს ვირჩევთ რა. ან რუსეთის ფედერაცია და მის მიერ მორჩილი კანდიდატი ირმა ინაშვილის მხარდაჭერილი, ბედუკაძეს მხარდაჭერილი, დასოხოვის მხარდაჭერილი, ასე შემდეგ, ან ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. შესაბამისად ეს არის რეფერენდუმი.